იძებნება ნაძვის ხე. წლის მთავარი სიმბოლო ახლა ბათუმის ცენტრალურ ნაწილში უნდა იდგეს, თუმცა ახალწლამდე 11 დღით ადრე იგი ვერც ნაციონალურმა მოძრაობამ და ვერც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იპოვა. დაკარგული 256,000 ლარიანი ნაძვის ხის ბედით და ქალაქში საახალწლო სამზადისით მარიამ ხაბაზი დაინტერესდა. ახალწლამდე 11 დღით ადრე ევროპის მოედანი ასე გამოიყურება. სადღესასწაულო მთავარი ატრიბუტი ნაძვის ხი აქ ჯერ არ ჩანს, როგორც გაირკვა იგი ჯერ კიდევ სხვაზე იმყოფება. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეძენილი ნაძვის ხე გემზია და ბათუმის პორტში უკვე რამდენიმე დღე დგას. ნაძვის ხის შესაძენად და ქალაქის სხვა აქსესუარებით გასაფორმებლად მერიამ ტენდერი ნოემბერში ჩაატარა. 22 მეტრის ნაძვის ხის შეძენა უწყლებას 256,720 ლარი დაუჯდა. მის მოსართავად 840 ცალი წითელი მწვანე და ოქროსფერი სათამაშო და 180 ცალი წითელი ბაფთაა შეკვეთილი. ნაძვის ხესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გემი, სადაც არის ნაძვის ხე და არა მარტო ნაძვის ხე, არამედ რაღაც კონსტრუქციები, კიდე ახალი განათება, ახალი რაღაც საზეიმო კონსტრუქციები არის ბათუმის რეიდზე. სავარაუდოდ ველოდებით, რომ დღეს საღამოთ გემი დადგება უკვე დაიცლება. ხვალიდან უკვე დავიწყებთ ნაძვის ხის მონტაჟს. საახალწლო სამზადისში ნაძვის ხე ბოლო შტრიხი არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ახალწლამდე რამდენიმე დღით ადრე მერიას საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორიც არ ჰყავს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია კრეატივ ჯგუფმა ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა. კომპანიაში დღეს ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. კრეატივ ჯგუფთან კონტრაქტი კი არ გამწყდა, უბრალოდ კრეატივ ჯგუფმა გაიმარჯვა ტენდერში. ამის შემდეგ ჰქონდა კრეატივ ჯგუფს 4 დღის განმავლობაში დაზუსტებული საბუთების ატვირთვის დრო და აი ბოლო დღეს კრეატივ ჯგუფმა რატო არ ატვირთა საბუთები, ჩემთვის უცნობია, იმიტომ რომ ეგ არის კერძო კომპანია და მისი გადასაწყვეტი იყო და ალბათ გადაწყვიტა რომ არ მიიღო მონაწილეობა საბოლოოდ ამ ღონისძიებაში. რატომ არ არის კარგად ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ბათუმის კულტურის ცენტრში ვერ აკონკრეტებენ. ჯონი საბაშვილის თქმით, ახალ კომპანიასთან შესყიდვას პირდაპირ წესით გააფორმებენ. რატომ არ დაიწყო საახალწლო სამზადისი უფრო ადრე? უწყების თანამშრომლების პასუხი ასეთია. ჩვენ დავიწყეთ ჩვეულებრივად იურიდიულად გაგრძელება ამ საბუთების და შემდეგი ეტაპი იყო ის, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე ბაზის კვლევა, თუ ვინ მოგვაწოდებდა უფრო იაფად ამ ასე ვთქვათ შესყიდვას და ხვალ გვექნება უკვე ალბათ შედეგები ბაზის კვლევის და ჩვენ პარალელურად ველოდებით თავმჯდომარის გამარტივებულ ასე ვთქვათ ბრძანებულებას და ამის შემდეგ დავდებთ იმ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც გამოვლინდება გამარჯვებული. ხელა ღონისძიება ერთი ადამიანი არ წყვიტავს და დგება კომისიური, ასე ვთქვათ, კომისია შედგება და კომისიას გამოაქვს, ასე ვთქვათ, თავისი დასკვნა და თავისი შეხედულებები თუ როგორი ღონისძიება იქნება. ჩემთან დაკავშირებით მე აბსოლუტურად ველოდებოდი კომისიის, ასე ვთქვათ, შედეგს და კომისიის შედეგიდან გამომდინარე მე მეორე დღეს უკვე ტენდერი გამოაცხადე და აი ამიტომ მოვიდა აქამდე რომ ალბათ ცოტა უფრო ადრე უნდა შეგრებულიყო კომისია. ამ დრომდე არც ბათუმის ქუჩები საახალწლოდ მორთვაა დასრულებული. ფაქტი დღეს ნაციონალურ მოძრაობაში გააპროტესტეს. ოპოზიციას ვიცე-მერმა უპასუხა ალექსანდრე მითაიშვილი ირწმუნება, რომ ნაძვის ხე საზეიმოდ 25 დეკემბერს აინთება. ყოველწლიურად და ტრადიციულად უნდა ყოფილიყო დღეისდგომარეობით ნაძვის ხე დადგმული და გახსნილი და საზეიმო ვითარება უნდა ყოფილიყო საახალწლო, მაგრამ როგორც ჩანს ამ ხანაგერმა ყავს დაავიწყდა ნაძვის ხის არსებობა ქალაქ ბათუმში და მინდა შევახსენო, რომ ახალ წელს მოსვლას აკლია სულ რაღაც 12 დღე და მაინტერესებს და მინდა მას დაუსვა კითხვა, სად არის ნაძვის ხე. მონტაჟის პროცესში გამერწმუნეთ მოვა თავი დღეს არის 19 დეკემბერი, ხო ესე არა? კიდე გვაქვს იმისთვის სათანადო დრო, რომ ქალაქში შევქმნათ საახალწლო განწყობა და იქნება ეგ განწყობა. ოპოზიციის მსგავსად დაგვიანებულ საახალწლო სამზადის მესამე სექტორშიც აპროტესტებენ. საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, რომ ღონისძიებები არა ერთი თვით, არამედ ნახევარი წლით ადრე უნდა იგეგმებოდეს. 31 დეკემბერი და 1 იანვარი ეს არ არის მოძრავი, ასე ვთქვათ, თარიღები, ანუ მინიმუმ 1 წლით ადრე იცი, რომ 1 იანვარი დადგება. და ახალი წელი მოვაცხადია და აქედან გამომდინარე მუშაობა და მზადება უნდა იწყებოდეს არა დაუშვათ ოქტომბერი-ნოემბერში, როგორც ჩვენთან ხდება, არამედ ზაფხულის პერიოდიდან მინიმუმ. მართალია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ჯერ არ ჰყავს, თუმცა მერიამ კონცერტების ჩამონათვალი უკვე გაასაჯაროვა. საახალწლო სოფელი ევროპის მოედანზე, კარნავალის ღაპრის გმირებით, ქუჩის აქტივობები, მთავარი ნაძვის ხე, საკონცერტო სცენები. ღონისძიებებისთვის უწყება წელს 340,000 ლარს დახარჯავს. შარშანდელისგან განსხვავებით კონცერტები მხოლოდ ერას მოედანზე განთავსებულ სცენებზე გაიმართება. სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე იგეგმება. 31 დეკემბრის ღამეს საახალწლო განწყობაზე ბათუმში ქართული ესტრადის ვარსკვლავები იზრუნებენ.